გამეთანხმებით სოციალური ქსელების მასშტაბურობამ გამოიწვია, რომ უფრო მეტი დანაშაული შეიძლება მოხდეს სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, ასევე შეგვიძლია სოციალური ქსელები გამოვიყენოთ იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ცნობიერი გავხადოთ, რა უფლებები გააჩნიათ არასრულწლოვნებს და ასევე დაზარალებულებს. ამ მხრივ მაინტერესებს შენი კომენტარი, თათია. გეთანხმები აბსოლუტურად, როგორც სოციალური მედია, ისე ნებისმიერი საკითხი შეიძლება დავინახოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტით და სოციალური სივრცეც არ უნდა განვიხილოთ იმ მანკიერი და იმ უარყოფითი ასპექტით, რომ მაინც და მაინც ეს იყოს სივრცე, სადაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს. თუმცა რეალობა არის ესეთი, რომ ძალიან მრავლად არის სოციალურ სივრცეში ესეთი ფაქტები, როდესაც არასრულწლოვნებთან ხდება დაკავშირება, როგორც წესი ყალბი ანგარიშებით და მათთვის გარკვეული ინტიმური ხასიათის ფოტო თუ ვიდეო მასალის გაზიარება. ძალიან მომრავლდა სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევები და ასეთ დროს მორალური ზიანის საფუძველზე, რომელიც ადგებათ არასრულწლოვნებს, ისინი იღებენ ხოლმე დაზარალებული სტატუსს, თუმცა რეალურად ამ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არის გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელი და როგორც არ უნდა ჩავერიოთ და როგორი განუხრელიც არ უნდა იყოს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები, ამ ზიანს ვეღარ ვანაზღაურებთ.